დღის 6 საათი იქნებოდა და მთელი დედამიწა ბნელმა მოიცვა 9 საათამდე. დაბნელდა მზე და ტაძრის ფარდა შუაზე გაიხა. იესომ დიდი ხმით შესძახა და თქვა: მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული. ეს თქვა და სული განუტევა. ასისთავმა რომ იხილა მომხდარი, ღმერთი ადიდა და თქვა: ჭეშმარიტად მართალი იყო ეს კაცი. ამ სანახაობაზე შეკრებილი მთელი ხალხი რომ ხედავდა რაც ხდებოდა, გულში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან. ყველა, ვინც მას იცნობდა და დედაკაცები, გალილეიდან რომ მოხვდნენ, მოშორებით იდგნენ და უყურებდნენ ამას. აჰა, ერთი კაცი სახელად იოსები, საბჭოს წევრი, კეთილი და მართალი კაცი, რომელიც არ დაეთანხმა მათ თათბირსა და საქმიანობას, იუდეველთა ქალაქ არიმათიიდან, რომელიც მოელოდა ღვთის სასუფეველს. მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. ჩამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკუთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ. ის დღე პარასკევი იყო, შაბათი დგებოდა. უკან გაჰყვნენ დედაკაცებიც, რომლებიც იესოსთან ერთად მოვიდნენ გალილეიდან და უყურებდნენ სამარხს, როგორ დაიდო მისი გვამი. ამის შემდეგ დააბრუნდნენ მოამზადეს საკმეველი და ნელსაცხებელი. შაბათს კი მოისვენეს მცნებისამებრ.